რამოდენიმე კვირის უკან ჩვენ მიმართეთ ქალაქის მერიას თხოვნით, რომ დაეწყო სამუშაოები ველობილიკების გაპროექტებასთან დაკავშირებით. მე მცირე შესავალსაც გავაკეთებ და ვიტყვი იმას, რომ მოგეხსენებათ, ყველა განვითარებული ქვეყანა ძალიან აქტიურად გადადის ველოსიპედის მოხმარებაზე. ველოსიპედი ეს გახლავთ პირველი ცხოვრისა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი, სუფთა გარემო და უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ყავს თანამედროვე მსოფლიოში და ბუნებრივია ჩვენც უნდა ავიღოთ ეს მაგალითი. თან ძალიან ბევრს წუწუნებთ საცობებზე, რომელიც აწუხებს ქალაქებს და სწორედ აი ამ საცობების გათვალისწინებით ალბათ უპირიანი იქნება, რომ ყველა დიდმა ქალაქმა საქართველოში და პატარა ქალაქმაც მათ შორის იფიქრონ ველოსიპედის პოპულარიზაციაზე თავიანთ ქალაქებში და სწორედ ყოველივე აქედან გამომდინარე ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ზუგდიდი გახდეს ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც იქნება ველოსიპედის აქტიური მომხმარებელი და შესაბამისად თხოვეთ ქალაქის მერიას რომ დაეწყო სამუშაოები, რათა გაჩნდეს პირველი ველოტრასები, ველობილიკები ქალაქში და კეთილმოვაწყოთ ინფრასტრუქტურა, რომელიც აუცილებელია ველოსიპედის მომხმარებლისთვის, რათა მან ისარგებლოს საკუთარი ველოსიპედით. მოგეხსენებათ, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კეთდება ტროტუარები, ანუ იგება ახალი ფილები და ჩვენ არ გავუშვით ეს შანსი ხელიდან, გამოვიყენეთ ეს შესაძლებლობა, რათა პირველი ველობილიკები გაჩნდეს ჩვენს ქალაქში, ეს ხდება დამატებითი დანახარჯების გარეშე და ჩვენ შევეცადეთ, რომ ბილიკები, რომელიც იბადება დღეს ჩვენს ქალაქში, ყოფილიყო სტანდარტებთან მიახლოებული და სწორედ ყოველივე ამ აღნიშნული სტანდარტების გათვალისწინებით ხდება ველობილიკების დაგება ბულვარის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორიაზე. რამოდენიმე თვეში უფრო სწორედ მას იმ დროს, როდესაც დასრულდება ეს ტროტუარების დაგების სამუშაოები, ჩვენ უკვე ვიზეიმებთ პირველი ველობილიკების გახსნას ჩვენს ქალაქში. ამ ყველაფრის კვალდაკვალ ჩვენ გვეგმავთ, რომ უკვე 2016 წლის ბიუჯეტში ავსახოთ გარკვეული ფინანსური ასიგნებები იმისთვის, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ასევე დაიწყოს ველობილიკების სრიგების სამუშაოები. ძალიან აუცილებელია ველობილიკების გაკეთება, იმიტომ რომ უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობ მე თვითონ თავს, იმიტომ რომ დიდი მომხმარებელი ველოსიპედის მივესალმები ამ გეგმას, თუ ეს გეგმა ჩქარა შესრულდა, იმიტომ რომ მანქანები ძალიან გადაჭრთულია ქუჩა და ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. კი, მე ზოგადად ვერევი ამ უსაფრთხოდ რო ვიარო, მაგრამ ბავშვებისთვის ძალიან საშიშია, ასე რომ უკეთესია მუნიციპალიტეტმა ცოტა უფრო იჩქაროს ამ საკითხის ბოლომდე ნემა. ასოციაცია ათინათი მიესალმება ადგილობრივ მთავრობის გადაწყვეტილებას და ძალიან გაგვიხარდა, რომ ზუგდიდში პირველი ველობილიკები გამოჩნდა. მოგეხსენებათ, ასოციაცია ათინათი ესე ვთქვათ, ყოველგვარი კადნიერების გარეშე პირველი იყო, ვინც ველოკულტურა შემოიტანა ზუგდიდში, პირველი ველო ძეგლი დავდგეთ ბულვარში, შემდეგ გავაკეთეთ ველოსადგომი და ძალიან გვიხარია ისიც, რომ რამოდენიმე სკოლა მოგვბადა და თვითონაც სკოლის წინ გააკეთეს ველოსადგომები. რაც შეეხება ველობილიკებს, ძალიან გვიხარია ცხოვრების განსაღი წესის პოპულარიზაციას უწყობს ადგილობრივი მთავრობაც ხელს. თუ უფრო მოწესრიგდება და ეს ველობილიკები მთლიანად ზუგდიდის ყველა ქუჩას, ყველა იმას მოიცავს, ძალიან გაგვიხარდება. ასოციაცია ათინათში ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავს ველოტრანსპორტის და ჩვენთვისაც ძალიან ხელსაყრელი